ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა რაც უნდა მოგახსენოთ ამ რამდენიმე წუთის წინ ხივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ არის მისი კაცრავა ნუ მათლა გიქნო ეს იყო ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინდა მიუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა, ძნელია აი აქ ეხლა მის შესახებ აი ეს რამდენიმე სიტყვი ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდი პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო. ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირ ნიშნულობით ამ სიტყვისა ასევე გადატანითი ნიშნულობით და დიდია დღეს ჩვენი გლოვა კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას მთელ საქართველოს მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გტოვებენ არის ასევე ნუგეშიც იმაში რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი თელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო და არის და იქნება ვინაიდან ჩვენ ვართ მის ეპოქაში თელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ და მისი შვილები ვართ ასე რომ არ ვიცი აი მერთმა გაგვაძლიეროს ყველა და მე იმედი მაქვს რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება და განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და აძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები ჩვენ შეგვეციოს ყველას. მე უფრო სამართლიანობაში გადაასვენე. როგორც